პარიზში გამართული შეხვედრის შემდეგ ამერიკის, ევროკავშირის და უკრაინის მაღალჩინოსნები შეთანხმდნენ, რომ კიდევ ერთი შეხვედრა უკვე მომავალ კვირას გაიმართება ლონდონში. რაც შეეხება შეხვედრას, რომელიც გაფართოებულ ფორმატში გაიმართა გუშინ პარიზში, ძალიან პროდუქტიულად აფასებენ მხარეები და ეს რუსეთის ომის დასასრულებლად მიმდინარე მოლაპარაკებებში სიახლეც არის, რომ ერთი მაგიდის გარშემო სხედან როგორც ევროპის, ასევე შეერთებული შტატების, უკრაინის წარმომადგენლები და ეს აღნიშნა კიდეც საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა და თქვა, რომ არსებობდა რაღაც განცდა, რომ ევროპა ამ პროცესში ჩართული არ იყო და დღეს სიახლეა, რომ ისინი ყველანი ერთად ერთი მაგიდის გარშემო სხედან. საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა თავად უმასპინძლა მარკო რუბიოს, რომელიც პარიზში ჩაფრინდა ტრამპის სპეციალურ წარმომადგენელთან ერთად, სტივ ვიტკოფთან ერთად. ეს არის სხვათა შორის რუბიოს მესამე მოგზაურობა ევროპაში მისი თანამდებობაზე დანიშნვის შემდეგ და თავად სოციალურ ქსელში თქვა, რომ ერთი მთავარი მიზნით ჩადიოდა პარიზში, რომ მოიძებნოს პარტნიორებთან ერთად პრაქტიკული გზები იმისთვის, რომ ომი დასრულდეს და შესრულდეს, განხორციელდეს პრეზიდენტ ტრამპის მთავარი მიზანი, რომ დასრულდეს ომი და შეჩერდეს სისხლისღვრა. ფრანგი ოფიციალური წარმომადგენლები კი ამბობენ, რომ ამერიკა მზად არის, რომ განიხილოს უსაფრთხოების გარანტიები, მაგრამ ამ გარანტიების ზუსტი შინაარსი დამოკიდებული იქნება მოლაპარაკებებზე. მოლაპარაკებები მიმდინარეობს სხვადასხვა ფორმატში. ახლა ეს იყო პარიზში, შემდეგ კვირას გაიმართება ლონდონში და შეიძლება ითქვას, რომ შესაძლოა ბევრი დეტალი ახლა მოლაპარაკების ამ ეტაპზე ცნობილი არ იყოს, თუმცა განწყობას თუ კი შევხედავთ მათ განცხადებებს, ჩანს, რომ პროცესი ნელ-ნელა წინ მიიწევს. მთავარია, რომ მოლაპარაკებების პროცესში ასევე თანახმა იყოს ცეცხლის შეწყვეტაზე რუსეთი. ეს აღნიშნა კიდეც ფრანგმა საგარეო საქმეთა მინისტრმა. ეს ძალიან ღია, ძალიან გულწრფელი დისკუსიები შესაძლებელს გახდის ევროპელების, უკრაინელების და ამერიკელების წინსვლას, რომლებიც შეთანხმდნენ, რომ მომავალ კვირას დისკუსიას ლონდონში გააგრძელებენ. რუსეთი ჯერ არ დათანხმებია ცეცხლის სრულ შეწყვეტას, მიუხედავად იმისა, რომ უკრაინა ამას უკვე აკეთებს. ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ უახლოეს მომავალში მივაღწევს სრულ უპირობო ზავს, რაზეც უკრაინელები უკვე შეთანხმდნენ და ვიმედოვნებთ, რომ რუსეთი თავის მხრივ დათანხმდება. დიდი ხნის განმავლობაში გვეშინოდა, რომ ევროპელები არ იქნებოდნენ მაგიდის გარშემო. ეს ახალი ის არის, რომ შეერთებული შტატები, უკრაინა და ევროპელები ერთმანეთს ერთი მაგიდის გარშემო შეხვდნენ. ამ მოლაპარაკებებში ჩართულია საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი და ზოგადად საფრანგეთი ცდილობს ამ პროცესში ევროკავშირის სახელით მოლაპარაკებების ეტაპი წარიმართოს ისე, რომ ასევე ჩართული იყოს და მათ შორის მნიშვნელოვანი როლი ჰქონდეს ევროკავშირსაც. ამ მხრივ საფრანგეთის ჩართულობის როლი გამოიხატა იმაშიც, რომ თავად მასპინძლობს ემანუელ მაკრონი პარტნიორებს ელისეის სასახლეში. მან მიიღო მარკო რუბიო, სტივ ვიტკოფი, გარდა ამისა ასევე უკრაინის წარმომადგენელი, უკრაინის პრეზიდენტის აპარატის ხელმძღვანელი ანდრეი იერმაკი და ასევე ამ შეხვედრას ესწრებოდნენ გერმანიის და გაერთიანებული სამეფოს მთავრობების წარმომადგენლები. ემანუელ მაკრონი ხვდება ელისეის სასახლის დარბაზში პარტნიორებს ერთი მაგიდის გარშემო და შესავალ სიტყვაში ის ერთის მხრივ მადლობას უხდის შეერთებულ შტატებს ამ ძალისხმევისთვის, ინიციატივებისთვის, რომ მიმდინარეობდეს მოლაპარაკებები ომის დასასრულებლად და მიიჩნევს, რომ ეს მნიშვნელოვანი შესაძლებლობა იმისთვის, რომ მხარეებმა პოზიციები ერთმანეთთან დაახლოვონ, რადგან ყველას სურს მშვიდობა. ეს იყო სიტყვები, რომელიც მაკრონმა მათთან მიმართვის დროს გამოიყენა. ფიქრობ, ძალიან მნიშვნელოვანი შესაძლებლობაა უკრაინელ მეგობრებთან და ევროპელ მეგობრებთან თქვენი დაახლოების, რადგან მჯერა, რომ ყველას სურს მშვიდობა. რა თქმა უნდა, მყარი და მდგრადი მშვიდობა. ეს არის ის, რასაც ჩვენ ყველანი ვცდილობთ. ახლა საკითხი ეხება ეტაპებს, იმ გზას თუ როგორ მივუახლოვდეთ შედეგს, რომელიც ჩვენ გვსურს. იყო სატელეფონო საუბარიც ამ შეხვედრების შემდეგ მარკო რუბიოს ტელეფონით ესაუბრა ლავროვს, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრს და ამ სატელეფონო საუბრის შემდეგ ცალ-ცალკე განცხადებები გამოაქვეყნეს ერთის მხრივ სახელმწიფო დეპარტამენტმა და მეორეს მხრივ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ. შეერთებული სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაში ნათქვამია, რომ მარკო რუბიომ სახელმწიფო მდივანმა რუს კოლეგას გადასცა იგივე მესიჯი, რაც მან გაახმოვანა უკრაინელებთან შეხვედრის შემდეგ
შემდეგ, რომ პრეზიდენტ ტრამპს და შეერთებულ შტატებს სურთ ამ ომის დასრულება და რომ ამ დროისთვის ყველა მხარეს წარუდგინეს ხანგრძლივი მშვიდობის გეგმა. რაც შეეხება თავად რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებას, ასევე საუბარია საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში, რომ მინისტრი და სახელმწიფო მდივანი შეთანხმდნენ, რომ შეინარჩუნებენ ოპერატიულ კავშირს და მათ შორის მომავალ კვირას უკრაინულ მხარესთან ამერიკელებისა და ევროპელების მიერ დაგეგმილი შეხვედრების გათვალისწინებით ისინი ასევე იქნებიან ამ მოლაპარაკებებში ჩართული.